მიგრანტებო, დავდგეთ საქართველოს გადარჩენის სადარაჯოზე დღეს და არა მაშინ, როცა ვეღარ უშველით. 4 ოქტომბერს აქციის ხარდასაჭერად ემიგრანტები ერთიანდებიან. დროშები ჩქარა, ასე ქვია საორგანიზაციო ჯგუფს, რომელმაც 4 ოქტომბრის აქციისთვის ძალების მობილიზება გამოაცხადა. ემიგრანტებს აერთიანებს და დონაციისკენ მოუწოდებს და აქციის მონაწილეთა მხარდაჭერა აქვს გადაწყვეტილი. მეტი გვინდა ამ თემაზე გავიგოთ რევაზ ბეროზაშვილთან ერთად, რომელიც ახლა ბელგიიდან გამოდის კონტაქტზე ჩვენს სტუდიასთან. გამარჯობა, მადლობა რომ გვერთვებით. რევაზ მაყურებელს უნდა ავხსნათ, რომ თქვენ პროექტების ხელმძღვანელი ბრძანდებით და 4 ოქტომბრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელი ხართ დღეს ჩვენს გადაცემაში. თუ შეიძლება რომ ავხსნათ TV პირველის მაყურებელს კონკრეტულად რა ისახავს მიზანს, რა მიზანს ისახავს თქვენი ესე იგი გაერთიანება ახლა და რა შეუძლიათ ემიგრანტებს ამ თქვენი მიზნების მისაღწევად. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და მივესალმები თქვენს მაყურებელს. ხო, პირველ რიგში ვიტყვი, რომ დროშები ჩქარა არის არა მარტო დიასპორული ჯგუფების გაერთიანება, არამედ ასევე ყველა ის ქართული ჯგუფი, ვინც პროტესტშია ჩართული პრაქტიკულად ამ დროშები ჩქარა საორგანიზაციო ჯგუფშია თავმოყრილი, იქნება ეს რუსთაველის გამზირი, იქნება ეს ფარი, ერთობა თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმშია ჩართული ამ 4 ოქტომბრის და არა მარტო 4 ოქტომბრის ზოგადად საპროტესტო მოძრაობაში. ახლა რაც შეეხება 4 ოქტომბერს და რა გვჭირდება და რას ვაკეთებთ, ან რატომ ვაკეთებთ, ან შედეგი რა უნდა მივიღოთ, ხო? ხო, პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ორგანიზება ჭირდება ყველაფერს და დიახ, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხალხი დიასპორებიდან, როგორც ჩვენი ცოდნა და გამოცდილებაც უჩვენებს, ძალიან ბევრი რამე არის დასაორგანიზებელი. მათ შორის ის, რომ 4 ოქტომბერი დიახ არის მშვიდობიანი ხელისუფლების გასტუმრების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების გასტუმრების დღე, ასევე არის ეს დღე ქართველი ერის გაერთიანების და გამარჯვების დღე. მაგრამ ამ დღის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ ყველა ჩვენგანი, მათ შორის დიასპორაც და არა მარტო დიასპორები, ჩვენ დავდეთ ეს ფანდრაიზერი იმისთვის, რომ მოვაგროვოთ თანხა, პირველ რიგში იმისთვის, რომ ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, დიახ, ეს იქნება მშვიდობიანი შეკრება, მაგრამ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ოცნება იქნება მშვიდობიანი და ამიტომაც უნდა მოვემზადოთ იმისთვისაც, რომ იმ შემთხვევაში თუ ოცნება არ იქნება, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი, ამ შეკრებილი საზოგადოების, ქართველების, პატრიოტების უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ. შესაბამისად, ერთი წუთით მოდი დავაკონკრეტოთ თქვენთან საუბრისას. მე ვნახე უკვე ჯგუფში, სოციალურ ჯგუფში იგრძნობა, ხო, განსაკუთრებით ეს აქტიურობა, რომ თქვენ უკვე რაღაც სარეკომენდაციო ინფორმაცია გაეცით, როგორ შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთზე იზრუნონ თუ ისევ წყლის ჭავლი, ვთქვათ, რაღაცა სხვა ტიპის ზემოქმედებით შეეცდებიან დაშლას, მაგრამ და რეკომენდაციებია, რომ რა ვიქონიოთ თან, როგორ შეიძლება სხვას უშველოთ, როგორ ხდება თვალის გამობანვა, საიდან რა მიმართულებით ჯობია, რომ ჩაეწვეთოს, ვთქვათ, რა უნდა გვესვას თუ არ გვესვას სახეზე და ასე შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციებისთვის სოციალური ქსელის მომხმარებლები მადლობასაც გიხდიან კომენტარების სახით. მაგრამ თანხის შეგროვებას, მობილიზაციას აპირებთ. რისთვის რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს კონკრეტულად? ჩვენ ყავს უამრავი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ პირობებში უბრალოდ სულით და გულით აპირებს, რომ ჩამოვიდეს 4-ში, მაგრამ ჭირდება დახმარება, მათ შორის საქართველოს რეგიონებიდან, იქნება ეს ლაგოდეხიდან დაწყებული, სარფით დამთავრებული. ამისთვის არის თითო კოორდინატორი მიმაგრებული თითო რეგიონზე, რომელსაც ყავს ასევე თავისუფლი კოორდინატორები თითოეულ რაიონში, მათ ყავს თითოეულ სოფელში და ასე შემდეგ. ასევე მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ამ ხალხს ერთმანეთს ვაკავშირებს და შესაბამისად გროვდება თანხა იმისთვისაც, რომ ამ ადამიანებს არ შეეშალოთ ხელი 4 ოქტომბერს იყვნენ რუსთაველის გამზირზე და ერთად შევქმნათ ის გამარჯვება, რომელსაც ველოდებით. ანუ რევაზ, თქვენ გულისხმობთ რეგიონიდან ვისაც აქვს სურვილი ჩამოვიდეს დედაქალაქში. ამ ხარჯების დაფარვა, ვისაც არ შეუძლია,
მათთვის დაეხმაროს. მხარდასაჭერად, ხო? ეხლა ამოანათა კიდეც ჩვენმა პროდიუსერმა თქვენი ვებგვერდის მისამართი taobები.com. taobები საქართველოსთვის, ასე ქვია, სოციალურ ქსელში ჯგუფსაც, ხო, სადაც ამ ინფორმაციას ვცით. ეს დონაცია, რაღაც ანგარიში გაქვთ ასე დროს და ელოდებით ემიგრანტებისგან ჩარიცხვას? დიახ, ეს მიბმულია ჩვენს ანგარიშზე და შესაბამისად უადვილდება ყველას, იქნება ეს ამერიკიდან ემიგრანტი თუ ევროპიდან, ნებისმიერი სახით, იქნება ეს PayPal-ი თუ საბანკო გადარიცხვა თუ ნებისმიერი მეთოდით, ძალიან უმარტივდებათ თანხის შემოწირულობა და აქ ერთი ნიუანსია, რაც ძალიან მინდა უთხრა, იმიტომ რომ ემიგრაციაში ძალიან ბევრი ვემზადებით იმისთვის, რომ ასევე ვიდგეთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე, მაგრამ ის ხალხი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ დიდ გამარჯვებაში, რისთვისაც ვემზადებით ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს, თუ ვერ ახერხებს რაიმე ფორმით ჩასვლას, ძალიან მინდა ვთხოვო თითოეულ ემიგრანტს, რომ ის მინიმალური დონაცია გაიღოს, რომ მინიმუმ სხვა იდგეს მის მაგიერ 4 ოქტომბერს, მაგალითად რეგიონიდან ჩამოსული ადამიანი იდგეს ემიგრანტის მაგიერ იქ საქართველოში. თუმცა ამავდროულად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი უკვე ჩამოსულია საქართველოში და რუსთაველზე იქნება მარშით მისვლა, ასევე ძალიან ბევრი ემიგრანტი ორგანიზებულად ჩამოვა საქართველოში სწორედ 4-ისთვის. ნახოთ, რევაზ ბეროზაშვილი, მადლობას გიხდით ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ემიგრანტი გვიყურებს, ჩვენს არხს, ჩვენს გადაცემას. ევროკომისიის პროექტების ხელმძღვანელი, 4 ოქტომბრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელი ბელგიიდან პასუხობდა ჩვენს კითხვებს, წარმატებებს გისურვებთ.